ჩვენ ადამიანებს საკუთარი თავი არ გვეკუთვნის. ჩვენ არაფრის უნარი არ აგვაქვს. ჩვენ იმასაც ნელად ვსწავლობთ, რომ წირვალოსოზე გაუნძრევლად ვიდგეთ და არ მოძრაობდეთ. ჩვენ იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ ჩვენი აზრები დავიჭიროთ. ჩვენი გულის თქმები გავაკონტროლოთ. ანუ საკუთარი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის. თვალები არ ვაცეცოთ, უზნეოთ აქეთ-იქით. ჩვენი გული არ მიეწებოს სხვადასხვა ამ ქვეყნიურ კეთილდღეობებს და მის სიამოვნებებს. ჩვენი გული არ ელოდებოდეს ტაშის დაკვრას ადამიანებისაგან და მუდამ მსახიობობას არ ცდილობდეს. რატომ ხდება, რატომ გვემართება ეს? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის შვილები ვართ, ისე. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად თითქოს უკვე ჩვენ ქრისტეს შვილები ვართ, ახალი ადამიანის შვილები. ადამიანის შვილი თუ ხარ, ადამიანის შვილს რა უბედურება დაემართა, კარგად ვიცით. კარგად გვახსოვს, როდესაც მან დაიწყო ბედნიერების ძიება, არა იქ, სადაც ღმერთ შეიძლება შეხვდე შიგნით, იმიტომ რომ შენ გაქვს ისეთი სული, რომელიც მსგავსია ღმერთისა. არამედ მან დაიწყო ბედნიერების ძიება გარე სამყაროში, რომელიც როგორ შეიძლებოდა ადამიანისათვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყო გარე სამყარო, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მას მოემსახუროს. ანუ თავად ადამი აღემატება სამყაროს, მისი გვირგვინია. აღემატება, როგორ შეიძლება უდიდესი და უმაღლესი და უპირატესი ბედნიერებდეს უმცირესი. ეს იგივე რომ ადამიანმა იბედნიეროს მხოლოდ იმით, რომ ძაღლი ყავს სახლში პატარა. ან თევზები ყავს აკვარიუმში. რა სისულელია, როგორ შეიძლება? და ამიტომაც არის უცნაური, ხო? მოინდომა, რომ ბედნიერება, რითი? შენ იმას შენ ხარ ბედნიერების წყარო, იმასთან შედარებით და იმისგან იღებ ბედნიერებას, იმ ნაყოფისგან. და იმის მერე, რაც ადამს და ევას ეს დაემართა და დამახინჯდა მათი შინაგანი სამყარო და ჩვენ ვართ სწორედ მისი მემკვიდრენი, ჩვენი გულიც ამის შემდეგ ბედნიერების განცდისათვის სულ გარეთ იწევს. აბა დააკვირდით როგორ არის. ჩვენი გული სულ ესია, სულ გარეთ, რა მშვენიერია მოგწონს, რა სასიამოვნოა. აი ეს ღირსებას შემმატებს მე თუ მოვიტოვე. აი ამ გარეგანით შევიძენ ცოდნას სიკეთისა და ბოროტების შესახებ. ესე იგი სიბრძნეს. გახსოვთ ხო ეს ასოციაციას ტოვებს ადამის დაცემასთან, რაც სამოთხეში მოხდა, ეს უნდა იცოდეთ თქვენ. ანუ სიბრძნეს, ამითაც თავს მოვიწონებ. ღმერთივით ვიქნები. მაგრამ ეს ყველაფერი გარე, რა მშვენიერია, რა სასიამოვნოა. როგორი ღირსების მომცემელია და მომატებელი ჩემთვის. მაგრამ უფალი დაჟინებით სხვა რამეს გვასწავლის, არა, არაფერს არ გაძლევს ეს შენ. იმიტომ რომ დასაბამი სიბრძნისა არის არა ღვთისაგან განდგომა, როგორც ადამიანს დაემართა, არამედ მისი ერთგულება, მისი დაკარგვის შიშია სიბრძნის დასაწყისი. აი ესე ამი ყველაფერი მიზეზის გამო ადამიანი არის რა გარეთ გასული და გარეთ ეძებს ბედნიერებას იმ სამ უბედურებაში, კანონში, რომელიც ვნებად გვეცდა სიამოვნების მოყვარეობა, მომხოჭელობა და პატივმოყვარეობა. ამის გამო ჩვენ დავკარგეთ განცდა სიცოცხლისა. ჩვენ ვერ ხვდებით რა არის სიცოცხლე. ვერ ხვდებით. დააკვირდით ადამიანებს როგორ ცხოვრობენ და დააკვირდით საკუთარ თავს. რა გონიათ ადამიანებს სიცოცხლე. რაც მეტად ზოგი ამის პირდაპირ ფორმულირებას ახდენს. ამ ჩემი ცხოვრების მიზანია, რაც შეიძლება მეტი წავიღო ამ ცხოვრებიდან. სად წაიღე? ოღონ ამას ადამიანი აღარ უფიქრდება. თითოეული ჩვენთაგანი როცა შეამჩნევს საკუთარ თავში აი ამას, რომ რაღაცა ვერა ვარ. იესოს ლოცვას ლოცულობდა. ეს იესოს ლოცვაზე ხო ყველას გამოგვიცდია. როცა ახლა 2 წუთი და 3 წუთი არა, მაგრამ როცა უკვე გაგრძელდება და 1 საათი და მეტი, უკვე როგორ ბორგავს ჩვენი შინაგანი სამყარო. არაფრით არ უნდა. რა არ გინდა? ქრისტესთან ყოფნა არ გინდა? ესე იგი რას ნიშნავს? რა სულია წარმოგიდგენია შენში? ხო წარმოგიდგენია. და როგორ უნდა იბრძოლო? რომ არ მოგწყვიტოს ამ სულს. ჯერტი შეიძლება პირდაპირ მოგწყვიტოს და გაგაქანოს აქედან და ამ ეკლესიის გარეთ გადაგაგდოს. და შეიძლება არა. შეიძლება უფრო მსაკრულად მოგექცეს და დაკტოვოს
გეგონოს რომ აქ ახარ, მაგრამ ხიბლში გამყოფოს. ხიბლი ეს ამიტომ არის ხიბლის მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, იმიტომ რომ ის შენვე გატყუებს. შენვე სიცრუეში გამყოფებს. ასე რომ თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ მივხვდებით რომ აქედან გამყვანებელი ჩვენ, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც ამასთან ყოფნა არ შეუძლია ღმერთთან და უნდა რომ გაუსხლდეთ ეს ხელიდან, თუ იმ სულს შეებრძოლები, თუ იმ სულს, ეს არის შენი დაცემული ბუნება, რომელიც გაუხდა პლატფორმად დემონურ სულს და დემონურ სამყაროს, თუ მათ დაუსხლტები, არ მისცემნებას რომ შენზე გაიმარჯვოს, თავგანწირვამ, რატომ ამბობდნენ მამები ლოცვისას, რომ მიეც ესე გაეცი სისხლი საკუთარი და მოიპოვეს სული, სისხლის დაღვრამდე უნდა იბრძოლო. ცოდვასთან ჩვენ აი ესე ლიბერალურ დამოკიდებულებაში ვართ ძალიან. რა ქნათ ახლა? არავითარ შემთხვევაში. თუ მე ვიცი რომ აი ეს კონკრეტული ცოდვა ჩემსა და ქრისტეს შუადგება, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის. უნდა ღმერთს გულმხურვალად ვევედრებოდო რომ უფალო მომაცილე ეს უბედურება, რომელსაც მე ვერ ვერევი. იმიტომ რომ კლავს ეს ჩემს სულს. უკვე მომიკლა მან ჩემი სული, გამაცოცხლე უფალო და ის მტერი მომაცილე. ახსარებაზე რომ ადამიანი სუბუქად იქცევა, ეს გავს იმ მღვდელს, რომელიც წმინდა ტრაპეზთან სუბუქად იქცევა. და თუ თქვენ არ მოგწონთ მღვდელი, რომელიც ტრაპეზთან შეიძლება სუბუქად იქცეოდეს, რატო უნდა მომეწონოს მე ახსარებელი, რომელიც ახსარების დროს სუბუქად იქცევა. ეს ისიც რას ნიშნავს? იქ ღმერთი არ არის. რაც არ უნდა ეგონოს ადამიანს, რომ ჩემში ღმერთი არ არის. თორე ღმერთი რო იყოს, ახსარება ნიშნავს ღვთის წინაშე დგომას. მე როგორ დავიჯერო, რომ ეგეთი წმინდა ხარ. არა, ქერუბიმები, სერაფიმები, ნახეთ გამოცხადებაში, ფრთებით თვალებს იფარბენ. ესე ნახა ისაიამ. ფრთებით თვალებს იფარავენ, რატო? იმათაც კი რცხვენიან. ისინიც კი გრძალვით არიან. ეს მინდა მამა ხო გახსოვთ, ა ブラ ამი რო წარს დგებაო ღვთის წინაშე, შეინანებსო, რომ უფრო მეტი არ გააკეთო და შენ ესე ხარ? ლაღობ ახსარების. არ ამჯერა მაშინ. გეუბნები. შენ კიდე ჩემი არ ჯერა. ამას რო გეუბნები და არ ამჯერა ერთმანეთის და ღებულობ შედეგად იცი რა, წლები გადის და არ იცვლები. მე არ მინდა ეს პასუხისგებლობა ჩემ თავზე ავიღო. ღვთის წინაშე ვამბობ, ღმერთო, ყოველი ის ადამიანი, რომელსაც ვერ ვაგებინე, იმიტომ კი არა რომ ის არის გაუგებარი, მე ვარ ისეთი რომ იმას ვერ ვაგებინე. ღმერთო, ყველა ეს ადამიანი ჩემგან წაიყვანე, იმიტომ რომ მე მეშინია, მე ვერ ვაგებინებ ადამიანს და რა ვქნა? და სხვასთან მივა, სხვა გააგებინებს. ამიტომ, როდესაც ადამიანი იტანჯება, ეს ნიშნავს იმას, რომ მასში ღვთის სულია და მასში ჩანს არაამქვეყნიური და მარადიული. ტანჯულ ადამიანში არაამქვეყნიური და მარადიული ჩანს. სულიერად ტანჯულ ადამიანში ესა დიდი ბედნიერება. ჩვენ გარდავიქმნებით ახალ ადამიანებად. სხვათა შორის ეს გარდაქმნის პროცესი არის ძალიან მტკივნეული ადამიანისათვის. იმიტომ რომ თითქოს ადამიანი შობს თავის თავში ახალ ადამიანს. და ეს შობიარობის ტკივილს შეიძლება უწოდებოდეს, არა ფიზიკურ სათქმო. ეს ტკივილი ძალიან მრავალ თქვენთაგანში მე მიხარია და მწუხვა რომ ასევე მრავალ თქვენთაგანში არ იგრძნობა და მწუხარ ამაზე და მრავალ თქვენთაგანში იგრძნობა ეს შობიარობის ტკივილები და მე მიხარია როცა თქვენ ახსარებაზე მოდიხართ საუბარზე. მე როცა გხედავთ, ეხლა როცა ვერ გხედავთ, ეგ სხვა არის. შეიძლება თქვენ ერთ-ერთზე ღმერთთან რო ხართ, ეს მაშინაც ჩანს თავისთავად ცხადია. კი არ შეიძლება არასავე ჩანს. მე რასაც ვხედავ იმას ვამბობ. მრავალი თქვენთაგანი მოდის და სულიერად იტანჯება. იტანჯება, შიგნით გაორება. უნდა ერთი და აკეთებ პავლე მოციქულებით. ერთი თითქოს ღვთაებრივი უნდა, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებს თავის დაცემულ ბუნებას, თავის ვნებიან მიდრეკილებებს, მანკიერებაში, ჩვევაში გადასულ მანკიერებებს. აღარ იცის რა ქნას ადამიანმა, იტანჯება შინაგანად, ბედნიერება უნდა და არ აქვს, იმიტომ რომ შიგნით ეს გაუთავებელი ბრძოლა. და თქვენ იტანჯებით ხოლმე, ხანტირი ხარ და მე მინდა გამოგიტყო, მე ვზივარ ამ დროს. ეს ნეტარის სახე. შეიძლება სახეზე დავმალო და მიხარ და გიყურა და ბედნიერი ვარ, რომ იტანჯებით.
იცით რატო? მიხარია, რომ თქვენში მე ამ დროს ღმერთს ვხედავ. იმიტომ რომ ღმერთი რომ არ იყოს, თქვენ რა გაგტანჯაო და ხორცი არ გაკლია, ფერი არ გაკლია, ახალგაზრდობა მოილხენდი და იქნებოდი როგორც მოგეხასიათებ, მაგრამ არა. არა, შენ ხორცის ნაჭერი იყო. იქნები დოსტოევსკი რო ამბობს, ხო, ესეთი კაცი კბილებიანი ხორციო. შენ რო ხორცის ნაჭერი, შენ რო კბილებიანი ხორცი იყო. ხო ესე ხوار დაიტანჯები. გარეგნულად კბილებიანი ხორცი ხარ, მაგრამ იტანჯები, იმიტომ რომ შიგნით ღმერთი ყავს და ჩანს ეს აი შენ ტანჯვაში. ესე დგავარ და მიხარია. ბედნიერი ვარ ხო, მიღაი კიდე ერთი ადამიანი, სადაც ღმერთია და საბედნიერება, ღმერთს ხედავ შენში, შენ იტანჯები. მე გეუნები ხოლმე რომ კარგად აგაქვს საქმე, ნუ გეშინია, შეიძლება ფიქრობ რომ რევს მეუნება ახლა ეს კაცი. ან სიტყვის მასა, არა, ნამდვილად ესე. ბედნიერი უნდა იყო ამ დროს. იმიტომ რომ შენ ცხოველობას, შენ პირუტყვობას, შენს ნაძირლობას, შენს უბედურებებს, შენს დემონურ სულს არ ეგუები. და იტანჯები და იბძვი და არ უნდა გიხაროდეს. აბა ის არის კარგი რომ ეგუებოდი ამას და იმ სიმყრალ ჭაობში იყო და გაფუნობდი ამ მყრალ ჭაობში და ბედნიერი გეგონოს თავი. მთელი კაცობრიობა შეიშალა და ამგვარად ცხოვრობს. რა უბედურებები ხდება ნახეთ გაიხედე. რებს ჩადიან ადამიანები, ხორცშესხმულ დემონებს ემსგავსებიან და ბედნიერნი არიან ამ უბედურები და ამას ებრძვი შენში შიგნით არ უნდა გიხაროდეს. შენში ხო ამ დროს ღმერთია. ილოცავთ ესე დროს და აი ის ადამიანები, რომლებსაც ამგვარი ბრძოლები არ აქვს, ის ადამიანები, რომლებიც მოდიან და აღსარებაზეც კი, როდესაც აღსარებაზე რომ ადამიანი სუბუქად იქცევა, ეს გავს იმ მღვდელს, რომელიც წმინდა ტრაპეზთან სუბუქად იქცევა. და თუ თქვენ არ მოგწონთ მღვდელი, რომელიც ტრაპეზთან შეიძლება სუბუქად იქცეოდეს, რატო უნდა მომეწონოს მე აღსარებელი, რომელიც აღსარების დროს სუბუქად იქცევა? ეს ისიც რას ნიშნავს? იქ ღმერთი არ არის. რაც არ უნდა ეგონოს ადამიანს, რომ ჩემში ღმერთი არ არის. თორე ღმერთი რო იყოს, აღსარება ნიშნავს ღვთის წინაშე დგომას. მე როგორ დავიჯერო, რომ ეგეთი წმინდა ხარ. არა, ქერუბიმები, სერაფიმები, ნახეთ გამოცხადებაში, ფრთებით თვალებს იფარბენ. ესე ნახა ისაიამ. ფრთებით თვალებს იფარავენ, რატო? იმათაც კი რცხვენიან. ისინიც კი გრძალვით არიან. და ეს წმინდა მამა ხო გახსოვთ, ა ブラ ამი რო წარს დგებაო ღვთის წინაშე, შეინანებსო, რომ უფრო მეტი არ გააკეთო და შენ ესე ხარ? ლაღობ აღსარების. არ ამჯერა მაშინ. გეუბნები. შენ კიდე ჩემი არ ჯერა. ამას რო გეუბნები და არ აგჯერა ერთმანეთის და ღებულობ შედეგად იცი რა, წლები გადის და არ იცვლები. მე არ მინდა ეს პასუხისგებლობა ჩემ თავზე ავიღო. ღვთის წინაშე ვამბობ, ღმერთო ყოველი ის ადამიანი, რომელსაც ვერ ვაგებინე, იმიტომ კი არა რომ ის არის გაუგებარი, მე ვარ ისეთი რომ იმას ვერ ვაგებინე. ღმერთო ყველა ეს ადამიანი ჩემგან წაიყვან, იმიტომ რომ მე მეშინია, მე ვერ ვაგებინებ ადამიანს, რა ვქნა? და სხვასთან მივა, სხვა გააგებინებს. ამიტომ, როდესაც ადამიანი იტანჯება, ეს ნიშნავს იმას, რომ მასში ღვთის სულია და მასში ჩანს არა ამქვეყნიური და მარადიული. ტანჯულ ადამიანში არა ამქვეყნიური და მარადიული ჩანს. სულიერად ტანჯულ ადამიანში და ესა დიდი ბედნიერება. ღმერთმა გულგრილად არ შემოგხედა, არამედ თვითონ მოვიდა და ის ტკივილი თაჩენ ტკივა, ტკივილის თანაზიარი გაგვიხდა ჩვენ. და ჩვენ ხო ვიცით, როგორ მწარედ განიცადა ეს ტკივილი. ასე რომ ჩვენ ვერ გავიშვერთ ღვთისაკენ, ვერ დავადანაშაულებთ მას გულგრილობაში, იმიტომ რომ მას ტკიოდა და ჩვენზე მეტადაც ტკიოდა. თუმცა მას ეს არ ეკუთვნოდა. მან არ იცოდა, მაგრამ ჩვენთვის ცოდვა ქნაო, ანუ ჩვენთვის ის ტკივილი მიიღო, რაც ცოდვას, ანუ დასაბამიერ ბოროტებას ახლავს ჩვენში. და აი ყველაფერი ამის შედეგი ჩვენში არის ეს რაც არის ჩამოთვლილი. მოთმინება, ჭირი, ურვა, იწროება, ტანჯვა, პრობილება, შფოთება, შრომა, მღვიძარება, მარხვა. თუ ტანჯვა ჩემთვის ნებაყოფლობითი არ არის, მღვიძარება და მარხვა და შიმშილი ასევე ნებაყოფლობითი არ არის, იმიტომ რომ ეს ბოროტება მაწვევს. ნახეთ როგორ გადადის პავლე მოციქული, როგორ მოყვება,
მოთმინება რაში, ჭირში, ურვაში, იწროებაში, ვიმეორებ კიდე ტანჯვაში, ხრობილებაში, შფოთებაში, შრომაში, სხვა გზა არ მაქვს და მერე უკვე. იმიტომ რომ ეს არის ცხოვრების წესი დაცემული ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, აი მერე უკვე ადამიანის ნება ირთვება ბიძარებასა და მარხვაში. ანუ ჩემი ნებელობა ჩაერთო, მე კი არ ვიწუწუნე, კი არ დავიძრგუნე, თავში ხელები კი არ წავიშინე და თავი კი არ მოვიკალე, არამედ დავიწყე მე თვითონ ბრძოლა და ბრძოლა ნახეთ როგორი აღმოჩნდა. დავამატე კიდე ჩემ ტკივილს, ღვიძარება და მარხვა, დავამატე. მარხვა ხო გესმით, დიეტას ანიშნავს, მარხვა ნიშნავს, რომ შენი თავი ამ ქვეყნისათვის მკვდრად წარმოადგინო და წარმოაჩინო. გეშინიათ, იმიტომ რომ ღმერთი თქვენთან იქნება, როცა თქვენ ღვაწლში იქნები, მაგრამ მეორე მხრივ ეს რეალობა, ამის გარეშე ქრისტიანობა არ არის. გებრძვის ამ ქვეყნიური ბოროტება, რომელიც შენიდან გამომდინარეა, შენ სიცხე ბრძოლას მის წინააღმდეგ, ღვიძარები და მარხვი და მერე შემოდის შენში სიწმინდე, სიყვარული, ბედნიერების განცდა. და მერე რო შეხედავენ, აქ მსგავსი მუხლები არის, მაგრამ ბოლო მუხს ამბოვი კითხავ, რო შეხედავენ, აღმოაჩენენ რას? ვითარცა მწუხარენი ჩვენზე. ესე იგი წარმოედინე გაუბედურებულიო იტყვიან ჩვენზე. თავად გაუბედურებული, მაგრამ ახლა სხვა საკითხია, როცა გამოხვალ რესტორნიდან მთვრალი ან სამორინედან და შემოგხედავ შენ ნებიშვიდეულის დღეს ეკლესიიდან გამოსულ სინანულით დაბანილ თვალებს, რო შეხედავ შენსას და ფერფთალ სახეს მარხვიდან გამომდინარე და ის კარგად გამომთვრალი და კარგად ნაკეფარი შეხედავს და იტყვის, ვაი შეუბედურო, როგორ დატანჯულხარ. ამ კუთხით შევხედოთ, ხო ამას? ვითარცა მწუხარენი, იტყვის, ვაი, საცოტა რატყვის. და ნახეთ პავლე მოციქული როგორ ამბობს. ვითარცა მწუხარენი, მას გონია და სინამდვილეში მარადის გვიხარის. და საოცარი სიტყვებია. იმას გონია რომ მე მწუხარე ვარ, მაგრამ მე რომ მიხარის სინამდვილეში, იმ უბედურებების მიუხედავად, რაც არის მოწამული ჩემზე. და რომელსაც მე არ ვიქარვე, არ ვებრძვი დროსტარები და ტაშფანდურით, არამედ პირიქით აქეთ ვებრძვი ღვიძარებით და მარხვით და სიწმინდით. აი ამას როცა ვაკეთებ, საოცარი სიხარული შემოდი და იმას მწუხარე მგონი ვარ და მე მარადის მიხარის. მამას უყვარხართო თქვენო, არა როგორც ქმნილება, არამედ როგორც შვილი და რატომ იქვე განმარტავს, რამე თუ თქვენ მე შემიყვარეთ და გწმენა, რამე თუ ღვთისაგან გამოვედი. ანუ ის რომ ჩვენ ღმერთმა შვილებრივი სიყვარულით შეგვიყვაროს, ამის წინაპირობა არის ის რომ ჩვენ შევიყვაროთ ქრისტე, როგორც ძმა და გავხდეთ მისი ორგანული ნაწილი. და მაშინ გავხდებით ზეციური მამის შვილი და მაშინ მამა შეგვიყვარებს ჩვენ ისე, როგორც მას ქრისტე უყვარს. და ამიტომ ჩვენ ასე დროს რა თქმა უნდა საოცარი სიმშვიდე გვეძლება, დაცულობა, აბსოლუტური დაცულობის განცდა. მაგრამ ეს დაცულობა რას ნიშნავს? ეს ცალკე თემა, ქრისტე აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ ჯვარს ეცვა. ანუ ამას ჭირდება გაგება, რას ნიშნავს ეს დაცულობა, მარადულ პერსპექტივაში უნდა გავიხედოთ. საკმარისია ქრისტეს სახელი ვახსენოთ, რომ იმ წამსვე ჩვენი სათხოვარი სრულდება და ამ სათხოვარში იგულისხმება ის სათხოვარი, რომელიც ხსნას უკავშირდება, იმიტომ რომ იესო მხსნელს ნიშნავს. ამიტომ იესოს ლოცვის უმთავრესი мотиваცია ჩვენი გადარჩენა, ჩვენ შემიწყალეში იგულისხმება ის, რომ მე შენთან მინდა. და აი აქ ამბობს მე ამ სიტყვებს. აი ამას როცა ითხოვს ადამიანი, ითხოვდით და მოიღოთ და ამბობს, რათა სიხარული თქვენი სავსებით იყოს. პავლე მოციქული იტყვის, მარადის გიხარობენ, სიხარული თქვენი სავსებით. რას ჯერ ესეთი რა სიხარულზეა? რას ნიშნავს? სიხარული სავსებით, ანუ სისრულე სიხარულის. სისრულე სიხარულის არის ღვთაებრივი სიხარული. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვთაებრივი სიხარული. ეხლა გეკითხებით, ჩემ თავსაც ვეუბნები, ხო? რას ნიშნავს ეს რა? ეს ჩემში თუ უნდა მოხდეს, აბა ტყუილა გვიწერია და ტყუილა ვკითხულობ, ტყუილა ვცდილობ. ამით არ დავიწყეთ საუბარი, რომ ჩვენ გვაინტერესებს ეს და ჩვენი ცხოვრების ინტერესი ერთადერთი ეს არის. რას ნიშნავს ეს? არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს განვიცადოთ. შეიძლება მე მიხარობდეს და ვერ გძნობდე. როგორ შეიძლება მე მიხარობდეს? თან როგორი სიხარული? სიხარულის სისავსით მიხარობდეს და მე ამას ვერ გძნობ. ესე იგი მე უნდა ვგზნობდი ამას და თუ მე ამას ვერ ვგზნობ, მაშინ მე არა ვარ ჯერ ქრისტიანი. ეს ყველაფერი, რასაც მე ვკითხულობ, ეხლა თეორიაა ჩემთვის, არაფერი არ აღსრულებულა ჩემში. არაფერი არ მომხდარა ჩემში და რანერი ქრისტიანობა. ესე იგი მე თუ არა მაქვს სიხარულის სისავსე, პერიოდულად მაინც, გამონათების სახით მაინც,
თუ არ ვიცი გზა როგორ მივაკლევ ამ სიხარულს, რომელიც თავად ღმერთია და რომელიც ჩემში შემოდის და ახალი სიცოცხლე შემოაქვს ჩემში, რომელიც ზეციური მამის ნამდვილ შვილად მხდის მადლით, მაგრამ ნამდვილ. როცა მე სიყვარულის ობიექტი ვხდები, არა როგორც ქმნილება, როგორც შვილი სამყაროს შემოქმედისა. და რა თქმა უნდა ეს ჩემში სიხარულს ბადებს, შვილებრივი სიხარულს. თან ჩემი რისთვისაც შექმნილი ვარ, იმის რეალიზება ხდება, ჩემს ყველაფერს უხარია. ჩემ ბუნებას უხარია. მათ შორის ხორცსაც უხარია. ჩემი ბუნება, რომელიც აქამდე საპყრობილო იყო ჩემი სულისათვის, ახლა იგი ჩემი ღვთის საყდარი ხდება და ღვთის ტაძარი ხდება. და ბუნებრივია ხყარობს მთელი ჩემი არსება. ეს არის ქრისტიანობა და ამას მე ვერ უნდა ვგრძნობდე. იცით, ერთ-ერთი მიზეზი რა არის მე თუ ამას ვერ ვგრძნობ? მეზარება ამის კეთება. აი აქ რასაც ვკითხულობ, ამის კეთება მეზარება. აი მეზარება ეს რაოდენიცა ეს თხოვოთ მამასა, სახელითა ჩემითა მოგცეს თქვენ. აქამდე არა გითხოვიათ. რამდენ ქრისტიანს უნდა მოხვდეს ეს ყურში, რომ აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ანუ იესოს ლოცვა მკვდარია ადამიანში. ახლა გეუბნება, ეხლა მაინც გაიგე, აი ეხლა 21 საუკუნეში, ეხლა არის ივნისის დასაწყისია, ხო თუ როგორც არის. ეხლა მაინც გაიგე, რომ ითხოვო ჩემი სახელით და მიიღე და შენი სიხარული სავსე იქნება, შენ მამა შეგიყვარებს, იმიტომ რომ მე გიყვარ ვარ და საიდან ვიცი რომ გიყვარ, იმიტომ რომ ჩემთვის გიცემს გული, ჩემთვის სუნთქავ და ჩემთვის არსებობ, ჩემი ძმა ხარ ნამდვილად და და ხარ ნამდვილად. ძნელი გასაგებია ქრისტიანობა. ძნელი გასაგებია გონიერი ლოცვის აუცილებლობა. ბევრი ფილოსოფია ჭირდება ამას. რატომ არის ბრძოლა ამის წინააღმდეგ? მე ვიცი რატომაც არის ბრძოლა ამის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ძნელია და ძნელია იმიტომ რომ ეს ითხოვს მთლიანად ჩვენი არსების მეტამორფოზას სრულად. არანაირი შესაძლებლობა იმისა რომ თან ისწავლო გონიერი ლოცვა და თან კიდე ძველ ცხოვრებას ეპოტინებოდე, სოდობას ეპოტინებოდე. ამის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. რა თქმა უნდა, გონიერი ლოცვის სწავლასთან ერთად ჩვენ ცოდვილებად ვრჩებით და შეიძლება მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მაგრამ ამ ცოდვას არ უნდა ვეპოტინებოდეთ, უნდა ვებრძოდეთ მას. და ცოდვის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელსაც ჩვენ სულ ვეპოტინებით, ეს არის ჩვენი პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, სიჯიუტე. და თავხედობამდე მისული რაღაც სტერეოტიპული აზროვნება, რომ არა, ეს არა კაცო, ეს ამა ხიბლიცის, ამის ლოცვა როგორ შეიძლება, ჩვენ ხომ მონაზვნები არა ვართ, ჩვენ ხომ მოძღვრები არა გვყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შედეგი სახეზეა, წლები გადის და არ გვაქვს სიხარული სავსებით და ვერ ვგრძნობთ, რომ ჩვენ ლოცვას ძალა აქვს და ვერ ვგრძნობთ, რომ ზეციურ მამას ვუყვარვართ, ვერ ვგრძნობთ.